ეგვიპტე ახლა ძალიან ფრთხილად ცდილობს ბალანსის დაცვას. კაირო, როგორც ჩანს, თავის სპარსეთის ყურის მოკავშირეებთან ერთად დგას, თუმცა ამავდროულად ცდილობს შეინარჩუნოს კავშირები თეირანთან და შეაჩეროს ეს კონფლიქტი, რომ არ გადაიზარდოს კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ირანმა ომის დროს არ შეუტია, ეგვიპტემ სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიიღო საზღვაო გადაზიდვების შეფერხებებისა და არასტაბილურობის გამო. ამიტომ ეგვიპტისთვის საქმე მხოლოდ დიპლომატიაში არ არის. ეს ეხება სუეცის არხის მოძრაობის დაცვას, რეგიონული კოლაფსის თავიდან აცილებას და აქტუალურობის შენარჩუნებას ისეთ კონფლიქტში, სადაც თითქმის ყველა მთავარი არაბული დედაქალაქი თავის სტრატეგიას თავიდან განიხილავს. ჩვენთან ერთად ეხო შემოგვიერთდა დალია ზიადა, ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი და ვაშინგტონის კოორდინატორი ისტკებში. დალია, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა IOT4 News English-ზე. ეხლა როგორ უყურებს ეგვიპტე ირანს? როგორი ურთიერთობაა მათ შორის, განსაკუთრებით ომის შემდეგ? გმადლობთ ნიკოლ, რომ დამპატიჟეთ, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. ასე რომ ეგვიპტესა და ირანს შორის დინამიკა მართლაც საინტერესოა. ისტორიულად ისინი მტრები იყვნენ. ირანმა ერთ-ერთ ქუჩას სადათის მკვლელის სახელი დაარქვა და ასე იყო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რამდენად ზულდათ ეგვიპტე, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისრაელთან მშვიდობა დაამყარა. წლების განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობები საერთოდ არ არსებობდა. ბოლო დროამდე, სანამ ეგვიპტემ არ მოაგვარა ურთიერთობა კატართან და თურქეთთან და ამ ირანის მომხრე ღეცთან, ეგვიპტე ირანს დაუახლოვდა. და სინამდვილეში ჩვენ ვიხილეთ, რომ ირანის სადარაო საქმეთა მინისტრი კაიროში ეწვია და ქალაქის ცენტრში ქოშარი ჭამა. და იმ დროს მათ ასევე შეცვალეს იმ ქუჩის სახელი, რომელიც სადათის მკვლელის სახელს ატარებდა. იმ დროს, რა თქმა უნდა, ეგვიპტეში ხალხი განახლებულ ურთიერთობას მხარს უჭერდა ასე შემდეგ. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი, მათ შორის მეც, ძალიან გაგვირვებული ვიყავით, როგორ შეგვიძლია ვენდოთ ირანს. ირანი ამ მდრულობის ისტორიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის ისლამისტურ ჯგუფებს უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მტრობის ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე ეგვიპტის ინტერესებს ესხმოდა თავს, და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც ირანმა თავდასხმები განახორციელა არაბეთის ყურის ქვეყნებზე. რაც მოხდა ის იყო, რომ ეგვიპტემ თავდაპირველად ირანის მხარე დაიჭირა, რატომ? იმიტომ, რომ ირანი ისრაელს ებრძვის. კიდევ ერთხელ პარლამენტის წევრები გამოვიდნენ და ირანს მხარს უჭერდნენ. სრულიად უყურადღებოთ იმ ფაქტის მიმართ, რომ ის არაბულ ქვეყნებს ესვრის. ამან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეგვიპტის მიმართ, რადგან მათ ეგონათ, რომ ეგვიპტე ბუნებრივად მათ მხარეს დაიჭერდა. და მაშინ ეგვიპტის ხელისუფლებამ სცადა ეს გაემართლებინა იმით, რასაც ისინი სტრატეგიული ბალანსის პოლიტიკას უწოდებენ. ჩემი აზრით ეს ძალიან არაგონიურული პოლიტიკაა, რომელსაც ეგვიპტე ცდილობს გამოიყენოს, რათა თავი ნეიტრალურად წარმოაჩინოს რეგიონში, სადაც არავის შეუძლია ნეიტრალური იყოს. და საბოლოოდ ეგვიპტემ გააცნობიერა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ეხლა ისინი ძალიან ცდილობენ ამ შეცდომის გამოსწორებას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დაახლოებით. თუმცა სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტესობამ ეგვიპტე უარყო. გარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, რომელმაც სულ ახლახან გაუხსნა ეგვიპტეს კარი და უთხრა, კარგი, მოდი პარტნიორები ვიყოთ, ვნახოთ რას შეძლებ. რა არის ეგვიპტის მთავარი პრიორიტეტი ახლა? ცდილობს ისევ დაიბრუნოს ნდობა სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან, თუ ცდილობს ირანთან ურთიერთობა არ გაწყვიტოს და ბალანსი შეინარჩუნოს? თუ პრობლემა შიდა, ეგვიპტის საკუთარი საშინაო პრობლემებია, რომლებსაც ქვეყანა ამ ომის შემდეგაც კი ჯერ კიდევ აცდება. რა თქმა უნდა, ეგვიპტე თითქმის ყველა მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა. და კიდევ ერთხელ ეს ძირითადად ეგვიპტის სახელმწიფოს, ეგვიპტის მთავრობისა და ხელმძღვანელობის არასწორი პოლიტიკის ბრალია. იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ დაზვერმა, ისინი ყველა იმ შეცდომას უშვებენ, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ რეგიონული და ზოგადად საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ასე რომ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეგვიპტეში არსებული ეკონომიკური კრიზისი უზარმაზარი წნეხია. ეს მალე არ გადაწყდება, თუ სასწაული არ მოხდება და არაბული ყურის ქვეყნები კვლავ ეგვიპტის მხარეს არ დადგებიან და ეგვიპტეს ეკონომიკური კრიზისიდან არ გამოიხსნიან. ასე რომ ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია საფრთხე, რომელიც რეალური იყო, ან გარდაუვალი საფრთხე წითელი ზღვისთვის.
წითელი ზღვა ეგვიპტისთვის სიცოცხლის ძარღვია. ეს არის ადგილი, სადაც სუეცის არხი მდებარეობს, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. და ასეთ ეკონომიკურ კრიზისში ეგვიპტეს არ შეუძლია წითელ ზღვაში რაიმე არეულობის დაშვება. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გარდაუვალია ირანი საბოლოოდ გააქტიურებს თავის დადგუფებებს წითელ ზღვაში. სინამდვილეში სულ ახლახან 2 დღის წინ გემი, ეგვიპტური გემი 6 მეზღვაურით გაიტაცეს სომალიში. და ეგვიპტე ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ გაათავისუფლოს ისინი, ან თუნდაც იპოვოს. ასე რომ ეგვიპტემ იცის, რომ ეს მოხდება. ასე რომ მათ გადაწყვიტეს, რომ დაახლოებულიყვნენ, ან ეპოვათ ერთგვარი ახალი სოლიდარობა არაბეთის ყურის ზოგიერთ სახელმწიფოსთან. არაბთა დაერთიანებული საამიროების პერსპექტივიდან ეს მათთვისაც შესაძლებლობა იყო, რადგან ისინი ეძებდნენ ძლიერ პარტნიორს, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ პარტნიორს რეგიონში. მას შემდეგ, რაც მათ ვერ შეძლეს პაკისტანის საკუთარ ბანაკში გადაყვანა, რომელიც უკვე საუდის არაბეთთან არის ალიანსში, და ვერ შეძლეს თურქეთის საკუთარ ბანაკში გადაყვანა, რომელიც უკვე ყატართან არის ალიანსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც სჭირდებოდათ, ესე ვთქვათ, ჭადრაკის ფიგურა სათამაშოდ და მათთვის ეს იყო ეგვიპტე. მუდმივად საინტერესო რეგიონული დინამიკა ახლო აღმოსავლეთში. დალიაზია და მადლობა, რომ დღეს i24 News-ის ინგლისურ ეთერში იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ.